მოგესალმებით ძვირფასო ტელერადიო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც წარუძღვები მე ნიკოლოზ ჟავანაძე. დღეს ჩვენ ეთერს დავუთმობთ დევნილთა საკითხებს, იმ პრობლემებს, რომლებიც აღელვებს ჩვენ დევნილებს, თუ რა კეთდება აქტუალურთა და განსახლების სამინისტროს მიერ აი ამ საკითხთან მიმართებაში და იმ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც დევნილებს აწუხებთ. მაგრამ უშუალოდ სანამ საკითხზე გადავიდოდით და სანამ სტუმრის ვინაობას და სტუმარს წარგიდგენდეთ, მინდა გარკვეული პოზიცია დავაფიქსიროთ აი იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც აი ამ დღეებში ვითარდება ქვეყანაში. გუშინ საკმაოდ შემაშფოთებული რამ მოხდა, როდესაც სახელმწიფო ტელევიზიაში, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიჭრნენ გარკვეული ჯგუფები და მოხდა ფაქტიურად ეთერში შესვლა უკანონოდ. ამას წინ უძღოდა ასევე სხვადასხვა ექსცესები კიდევ და ეს ყველაფერი საკმაოდ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს თუ სამართლებრივი რეაგირება არ მოყვება, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დავბრუნდეთ 90-იან წლებში. კარგად გვახსოვს, სწორედ პირველი არხიდან მოხდა მოვლენების ტრაგიკულად განვითარება და შემდგომ სახელმწიფო გადატრიალებით დასრულება იმ ყველაფრის, რაც მოხდა. თუ კი ვიღაცეები შეეჩვდნენ ასე სახელმწიფო სტრუქტურებში შეჭრას, ხვალ დამერწმუნეთ, თუ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება, შემდგომი უკვე იქნება სახელმწიფო კანცელარია, სამინისტროები და თუ სახელმწიფოა რაღაცა რეაგირებაა საჭირო ყველაფერზე. მესმის გარკვეული პრობლემები და ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას, მაგრამ არავის არ აქვს უფლება, რომ აი ესე უკანონო ქმედებები განახორციელოს. მე მახსოვს 90-იან წლებში პოლიციელებს პანჩურებს ურტყამდნენ საერთოდ და სახელმწიფო ინსტიტუტის ის წარმომადგენლები, ვისაც კანონი უნდა დაეცვა, თვითონ იყვნენ აი ამ ჩაგვრის ობიექტი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მისცეს რეაგირება იმას, რაც მოხდა გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელში. იმიტომ რომ ვიღაცეები საკმაოდ გავიდნენ თავს და გონიათ რაღაცა იმუნიტეტი გააჩნიათ, იმიტომ რომ არ შეიძლება ესე პროცესების მიშვება. ეხლა გასაგებია რომ ის ახალგაზრდები არიან, მაგრამ ჩვენ ხო გვახსოვს ყველაფერი როგორ ვითარდებოდა იმ 90-იანებში, გინა 2003-ში და ყველაფერი აი ესე ხდებოდა. როდესაც არ ხდებოდა რაღაცა მკაცრი რეაქცია, შემდგომში ყველაფერი გადაიზრდებოდა ძალიან ცუდ პროცესებში და თუ ჩვენ გვინდა რომ თავი ავირიდოთ გადატრიალებებს და რევოლუციებს, სახელმწიფო იმისთვის არის რომ რეაგირება მოხდეს. პრობლემები უნდა გადაეჭრას დიალოგთან და არა შეჭრებით და გბებით, რა ქვია, რაღაცა ვანდალური აქტებით. და ეს ერთხელ და საბუდამოდ უნდა აღიკვეთოს. მაგრამ დაუჯელობის სინდრომა შეიძლება ჩვენ მივიყვანოთ ცუდ შედეგებამდე. ეხლა ვიღაცა პლანი დათესა და იმის მაგვრად რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამდგარიყო, არავითარი რეაგირება არ იყო. ეგერ ვიღაცეები შეიჭრნენ, გუში კიდევ ვიღაცეები შეიჭრნენ. თუ ესე არ მოხდება არაფერზე რეაგირება და თვალის დახუჭვა, მერწმუნდეთ რომ ჩვენ მივვალთ ძალიან ცუდ შედეგამდე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვფიქრობ რომ ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ადეკვატური რეაგირება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია ამ შემთხვევაში და ჩემ გარკვეულწილად აი გულის წუხილს და აი გულის ტყუილს ვუზიარებ მე ჩემს მაყურებელს და მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ თუ არ გვინდა ახალი გადატრიალებები მივიღოთ, რაღაც რეაგირება უნდა მოხდეს. რაც შეეხება დღეს ჩვენ აი ამ დღევანდელ დღის ძირითად თემას, რომელსაც გითხარით კიდევაც, ეს არის დევნილების საკითხი და ის პრობლემატური საკითხები, რომელიც არსებობს და ის ასევე ძირეული და საფუძვლიანი გარდამტეხი ნაბიჯები და დადებითი ტენდენციები, აი ამ ყველაფერზე სასაუბროდ ჩვენ დღეს მოვიწვიეთ ტოლთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ბატონი მურატ აბლუთია. მოგესალმებით ბატონო მურატ. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. პირველ რიგში მინდა კითხოთ აი ხლა ბოლოს 2017-2018 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. ანუ რომ გითხრათ აი ამ სამოქმედო გეგმის შესახებ რა ის ითვალისწინებს ეს, რა არის ძირითადი, ახლა ჩვენ შეიძლება მთლიანად ვერ გავშალოთ ეს თემა, მაგრამ ის ძირითადი ხაზი რა არის, რა შეიძლება აი ამ სამთავრობო გეგმის შედეგად მივიღოთ ჩვენ სასიკეთოდ, რომ დევნილებმა რაღაცა შვება იგრძნონ. აი რას ეხება ეს სამთავრობო გეგმა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გუშინ მთავრობის ხომაზე დამტკიცდა ჩვენი 2017-18 წლების სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანია ის ტენდენციები, რომელიც დაწყებული იყო 2013 წლიდან და ბოლო ამ წლებში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, გაიზარდა გარკვეული მიმართულებებით დაფინანსებები ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი სახლების შესყიდვის პროგრამა, სოფლად სახლის პროექტის სახით ცნობილი, რომელიც არის ამ სამოქმედო გეგმაში უკვე აღნიშნულია, რომ თუ ჩვენ წელიწადში 400-500 სახლს ყიდულობდით და ეგრე იყო გათვალისწინებული, უკვე 1700-მდე სახლის შესყიდვა იქნება მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავზარდეთ იპოთეკური სესხების დაფინანსების პროგრამის საერთო ბიუჯეტი და ის ფაქტიურად გაორმაგებული არის ამ სამოქმედო გეგმის სამინისტრო იპოთეკურ სესხს. დიახ, ჩვენ გვაქვს ესეთი ძალიან შეგდება ეს. იპოთეკურ სესხს არ გასცემს სამინისტრო იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც იპოთეკით აქვთ ბინა შეძენილი, ეხმარება ამ სესხის დაფარვაში 20000 ლარის ფარგლებში, რომლის პილოტირება 2015 წელს დავიწყეთ, 16-ში გავაგრძელეთ და უკვე 17-ში, 18-ში გვეძლება საშუალება იმისი, რომ ფაქტიურად გაორმაგებული დაფინანსებით ანუ გაორმაგებული ბენეფიციარები გვეყოლება ამ პროგრამაში და ძალიან ბევრი არის მსურველი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახები არიან, ვინც ამ პროგრამით არიან მოსარგებლები, რომლებიც დასაქმებულები არიან და რაღაცა თავიანთი დანაზოგით შეძლეს და ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება და უკვე ფაქტიურად სამოქმედო გეგმა ვინაიდან გუშინ დამტკიცდა, მომავალი კვირიდან დავიწყებთ განაცხადების მიღებას ამ პროგრამაზე. ორშაბათს კომისია იმჯელებს და უკვე გამოაცხადებს კონკურსს ამ პროგრამაზე განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით. და ძალიან ბევრი ოჯახი ელოდებოდა ამ პროგრამის განახლებას და გაორმაგებულად იქნება ფაქტიურად წარმოდგენილი ეს პროგრამა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობების კუთხით ამ სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია თუ რომელ რეგიონებში სად რა მშენებლობები გვექნება, კონკრეტულად არის მითითებული, რამდენ ათას ოჯახზე აშენდება სახლები. მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმით დამტკიცდა ისევ და გაგრძელდა კერძო მესაკუთრეებისაგან სახლების გამოსყიდვის პროგრამა, რომლითაც ჩვენ დღემდე უკვე 1050-ზე მეტი ბინა გამოვისყიდეთ, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში, იყო კერძო მესაკუთრეებიც, ამ ბინებით ვერ სარგებლობდა კერძო მესაკუთრეები დიდი ხნის განმავლობაში, თავიანთი ქონებით და ასევე დევნილებს საკუთრებაში არ ჰქონდათ გადაცემული და ძალიან დიდი პრობლემა იყო. ეს იყო განსაკუთრებით დიდი პრობლემა თბილისისთვის და თბილისში ბუნებრივია წყნეთით შედის, მაგრამ წყნეთში იყო ძალიან ესეთი პრობლემა და ფაქტობრივად 17-18 წლებში ამ პრობლემას ჩვენ საბოლოო ჯამში დავხურავთ და ესეც აღნიშნულია ამ სამოქმედო გეგმაში. მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმაში ის, რომ ჩვენ პირველად ეხლა ამ 2017-18 წლების სამოქმედო გეგმაში პირდაპირ ჩავწერეთ ეგრეთ წოდებული ნგრევადი ობიექტების, ყოფილი კოლექტიური ცენტრების დახურვა, თუ რამდენი დაიხურება და რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება სავალდებულო მინიმალური ციფრები, თუ რამდენი ოჯახი უნდა გადავიყვანოთ, ესეც სამოქმედო გეგმაში აისახა და ეს ესე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას ისედაც ვახორციელებდით, მაგრამ უკვე კონკრეტულად სამოქმედო გეგმაში იქნება ასახული. დღემდე ჩვენ ესეთი 52 ობიექტი გვაქვს დახურული, რომელსაც სამხარaulis ექსპერტიზის ბიუროს მიერ მინიჭებული ქონდა ნგრევადი ობიექტის სტატუსი, მესამე მეოთხე ხარისხის დაზიანებები ქონდა და ესე ვთქვათ დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის გამოუსადეგარი იყო 1000-მდე ოჯახი გავიყვანეთ და ამ 1000 ოჯახს ყველას ახალაშენებულ კორპუსებში ეს იმავე ადგილებში მოხდება, ეს ანუ დანგრევა მოხდება იმ ნაგებობების თუ სხვაგან ხდება? იმ ნაგებობების გამოთავისუფლება მოხდება და დაუბრუნდება თუ კერძო მესაკუთრესა, კერძო მესაკუთრეს, თუ სახელმწიფო საკუთრებაა ეკონომიკის სამინისტროს და ბუნებრივია ჩვენ განსახლებას ვთავაზობთ, ხოლო იმ ტერიტორიულ ორგანოში, რეგიონში, სადაც ცხოვრობენ და სადაც მათ აქვთ სურვილი. ეს არჩევანის საშუალება ბუნებრივია მათ აქვთ და შესაბამისად ეს იქნება სამეგრელოს რეგიონში, იმერეთში, სადაც მსგავსი შიდა ქართლში, თბილისში, იმიტომ რომ ყველგან აქვთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი, მშენებლობები გვაქვს და წელს უკვე 2017 წელს ზუგდიდში 6 კორპუსი დასრულდება, სადაც 432 ბინა გვექნება და 432 ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ბინებს და იქაც რამოდენიმე ობიექტი გამონთავისუფლდება, ესეთი ნგრევადი. ეს ზუგდიდში 432 ბინა, 6 კორპუსი წელსვე იქნება დასრულებული, 2 ფაქტიურად დასრულებულია და მალე დაახლოებით 12 სართულიანი კორპუსი. დიახ, 12 სართულიანი კორპუსები არის.
იმერეთში ვასრულებთ ახლა ნაწილი დასრულებულია და ვასრულებთ კიდევ და 400-ზე მეტი ბინა მარტო ქუთაისში გვექნება წელს, რომელსაც სადღაც აპრილის ბოლოსთვის უკვე გავანაწილებთ და 400 ოჯახი ქუთაისში მიიღებს ბინას. წყალტუბოში მე არ ვიცი, ძალიან კარგი რაღაცა კეთდება ხა თქვენ. წყალტუბოში დავიწყეთ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქ იცით რომ სანატორიუმები წლების განმავლობაში ამ სანატორიუმებში ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ დევნილები და ცხოვრობენ სამწუხაროდ დღემდე. ამიტომ იქ ჩვენ 560 ოჯახზე დავიწყეთ დავაპროექტეთ და მშენებლობა დავიწყეთ უკვე 2 კორპუსის და უახლოეს ხანებში ალბათ კიდევ 2 კორპუსზე. სანატორიუმებიდან გამოთავისუფლება და ეს სანატორიუმები კვლავაც იმ თავის ფუნქციებს აღიდგენენ ალბათ, ხო? ნუ ეს სანატორიუმები ალბათ ნუ რეაბილიტაციას ბუნებრივია და რა თქმა უნდა ისე ვერ განახორციელებს. ზოგადად თვითონ რეგიონისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს სანატორიუმები გამონთავისუფლდეს და თავის პირვანდელი ფუნქცია დაებრუნოს. ამიტომ ამ მიმართულებითაც ძალიან უკვე 2 კორპუსი წყალტუბოში წელსვე დასრულდება წლის ბოლოსკენ და ალბათ 2018-ის დასაწყისში გავანაწილებთ. ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობები გვაქვს შიდა ქართლში, გორში თვითონ, სადაც 480 ბინა სრულდება უკვე ივნისის თვეში. ეს მრავალსართულიანი. დიახ, მრავალსართულიანი 480 ბინა და კიდევ 29 ბინის რეაბილიტაცია განვახორციელებთ, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გადმოგცას, ჯამში 509 ბინა იქნება შიდა ქართლში, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ განსახლების პრობლემა ფაქტობრივად დასრულებული იქნება ამითი გორის რაიონში მცხოვრები დევნილებისათვის, იმიტომ რომ ძალიან მცირე რაოდენობით არის დარჩენილი და სწორედ მათთვის ავაშენეთ ეს. ასე რომ რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობები გვაქვს და ბუნებრივია თბილისშიც გაგრძელდება ის ტენდენცია, რაც წინა წლებში იყო 2015 წლიდან დავიწყეთ, ეს არის ახალაშენებულ კორპუსებში ბინების შეძენა, ეგრეთ წოდებული მენაშენეების პროგრამის პარკლებში და წელსაც ბუნებრივია როგორც ყოველწლიურად თბილისშიც განხორციელდება ეს. მე ვფიქრობ ძალიან კარგი ხა ჩვენ საერთოდ ჩვენ ეთერში ხშირად ძალიან მძიმე თემებზე გვიხდება საუბარი, მაგრამ ეხლა თქვენ რაც გითხარით, ეს არის მისასალმებელი და კარგი, იმიტომ რომ ეხლა ასეულობით დევნილი თუ 1000-ეულობით არა, პრინციპში 1000-ეულობით დევნილი მიიღებს ბინებს. მე მახსოვს სააკაშვილის ხელისუფლების დროს ტოლვილებს აძლევდნენ სადღაც გადაკარგულში, ფოცხო უწერში, სადაც არც რაიმე ობიექტი არსებობს ადამიანებმა რო იარსებონ, არც რაღაცა საშუალება რო იქ იფუნქციონირონ და დღეს მე მგონი იქ 5-6 ოჯახია დარჩენილი ფოცხო უწერში, სახელმწიფო ფიგოს ვალი მოიხადა და იქ საშინელ პირობებში შეუქმნა დევნილებს, ისევე როგორც აი ეს გეტოები ცნობილი, რა ვიცი, დასახლებები, სადაც აუტანელი პირობებია და ეხლა რო შევადაროთ მართლა ეხლა სად ის ხუალინის აშენებული სახლები, სადაც ისეთი პირობებია, რომ რაღაც საკურორტო ზონასავით არის. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის განსხვავება აი ამ მიდგომებსა და იმ პროცესებს შორის, რომელიც არის და ეს არის მისასალმებელი ფაქტი და მე მივესალმები ბატონი სოზარ სუბარის აი ამ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ბატონმა სოზარმა ტოლვილთა სამინისტროს გარდა იქ პენიტენციარულ სისტემასაც დაატყო ხელი, მისი მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ეხლა აქაც ძალიან კარგია, რომ ესეთი პროცესები მიდის. მისასალმებელი. თბილისში 2013 წლამდე საერთოდ შეზღუდვა იყო და მშენებლობა აკრძალული იყო დევნილებისთვის, ეს შეზღუდვა მოიხსნა. რატო იყო შეზღუდვა? ეს იყო პრეზიდენტის განკარგულებით, ბატონი მიხეილ სააკაშვილის და მაშინდელი მთავრობის თბილისში დევნილებისათვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა პირდაპირ იყო აკრძალული. რატო? სამოქმედო მიზეზი ბუნებრივია არ იყო აღნიშნული, მაგრამ სამოქმედო გეგმაში ესე იგი მარტო ესე გამოდის რომ დევნილები უნდა ყოფილიყო სადღაც ფოცხო უწერში, სადღაც გადაკარგულში და ამათ ესე იგი იმ მიწებზე მხოლოდ თვითონ უნდა ეშენებინა. 2013 წლის 24 მაისის განკარგულებით საქართველოს მთავრობამ ეს შეზღუდვა მოხსნა და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ ჩვენ თბილისში რეაბილიტაციებიც და მშენებლობებიც, მანამდე ეს ყველაფერი შეზღუდული. აი მე დღევანდელი ხელისუფლების აი თქვენ არ გეხებათ ეს ამ სამინისტროს უნიათობად მიმაჩნია ის რომ აი ესეთი გადაწყვეტილებები და ის რაღაც აქტივობები არის ის საზოგადოება და შემდგომში იქნება რაღაცა უარყოფითი ძალიან მუხტი, იმიტომ რომ ეხლა ესეთი მესიჯები რომ ეხლა იმ ადამიანმა ესეთი რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო რომ დევნილებისთვის აკრძალა თბილისში მშენებლობები, რომ ამდენი ათასობით ადამიანმა უნდა მიიღოს ბინა. ეხლა პრობლემები რო არის, ამ პრობლემებზე ჩვენ ეხლა ვილაპარაკებთ ჩვენ ეთერში, რა თქმა უნდა. ეს მესიჯები და ეს რაღაც დადებითი მუხტი უნდა იცოდეს საზოგადოება. აი ეხლა თქვენ საუბრობთ აი ამ ბინებთან დაკავშირებით. თუ არის აღრიცხული, აი ხა მე ათასობით ადამიანი მიიღებს უკვე ამი.
ანუ აი რეალურად ეხლა რამდენი დარჩა კიდევ დევნილებისთვის, აი გააქვთ ეს რაღაცა თქვენ აღუწყვილოთ. აი რამდენი მისცეთ თქვა წლევანდელ წელს და კიდე რამდენი დარჩება მისაცემი. აი რამდენი დარჩება დასაკმაყოფილებელი კიდე ბებინებით. თუ არის ეს მონაცემები თქვენ. კი, დღეისათვის 35600-ამდე ოჯახი არის, რომელიც გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. ამაში შედის ის ოჯახები, რომლებმაც ფულადი კომპენსაცია მიიღეს საცხოვრებლის სანაცვლოდ. და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება რო არ მეუღია, ესეთი არის 53000-მდე ოჯახი, თუმცა მათ შორის ვისაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სჭირდება გრძელვადიან განსახლებაზე, ეს არის 33000-მდე ოჯახი, 30-დან 33000-მდე ოჯახი. ანუ 33000-მა უნდა მიიღოს კიდე ბინები? დიახ, ეს არის საჭირო იმისათვის, რომ ეს პრობლემა ესე ვთქვათ დასრულდეს, მოგვარდეს საბუნდამოდ და არ ეს 33000 არის, მაგრამ ქულებით რო ვერ აგროვებს ალბათ და ან ქულებით რიგში დგას, ბუნებრივია. ეხლა მათ ხوارი რომ ვისაც უფრო მაღალი ქულა ეტაპობრივად მოუწევს, ბუნებრივია ყველა. არის დაბალქულიანები, რომლებიც ვერ ადიან იმ მაღალქულიანებს. ჯერჯერობით. ხო, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით, თუმცა ანუ ესე 35000 კიდე ჯერ დასაკმაყოფილებელი. 33000-მდე ოჯახი, რომელსაც სჭირდება დახმარება. თქვენ როგორ ფიქრობ, აი რა ამ ტემპებით ეხლა თქვენ რო გაქვთ აღებული ყველა წელიწადს ფაქტურად საკმაოდ კარგი მაჩვენებია. როდეს შეიძლება, რამდენხან შეიძლება ეს დაკმაყოფილება? ჩვენ ეს სრულად დასრულებას იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რომელიც ეხლა გვაქვს ესე კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუმცა სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცდა 17-18 წლების, ამ 17-18 წლების სამოქმედო გეგმაში საერთო ჯამში 5000-მდე ოჯახის დაკმაყოფილებაზეა საუბარი, რომელიც გუშინ დამტკიცდა. ეს 5000 წელს იქნება დაკმაყოფილება. ანუ 17-18 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით. თუმცა ეს ციფრები შეიძლება შეიცვალოს, გაიზარდოს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველწლიურად ხანდახან ხდება რომ ბატონო მურატ ეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ძირითადად ხო ეს უცხოური ტენდერი, ანუ გრანტები არ არის აქ ჩადებული, აი აქ გრანტები არ არის ჩადებული, ყველა არის ბიუჯეტის თანხები და საერთოდ დღეს არის ჩვენი ბიუჯეტი 85 მილიონი, როცა 2012 წელს სამინისტროს ბიუჯეტი იყო მხოლოდ 24 მილიონი და ამ 24 მილიონიდან მშენებლობაზე და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ალბათ იხარჯებოდა 15 მილიონამდე სულ. დღეს 70 მილიონზე მეტი იხარჯება მხოლოდ მშენებლობებისათვის. აი, თავში მიტრიალებს ის სააკაშვილის გადაწყვეტილება თქვენ რო თქვით. ეს 2012 წელს გამოიცა ეგ გადაწყვეტილება. არა, ეს უფრო ადრე ქონდათ გამოცემული 2013-ში ჩვენ ხელისუფლებამ გააუქმა, დიახ, ჩვენმა ხელისუფლებამ გააუქმა ეს. თუმცა ეს შეზღუდვა რატო არის ის საზოგადოება ხა პირველად გებულობ? ეს ბევრჯერ გაჟღერებულა ჩვენი მხრიდან, ჩვენი სამინისტროსთან და მინისტრს. შეიძლება სამინისტროს გვერდზე შეიძლება დევს, მაგრამ მედიით უნდა იყოს. მინის ბევრჯერ აღუნიშნავს. მე აი პირველად გავიგე. მინის ბევრჯერ აღუნიშნავს ეს გადაწყვეტილება. მე მინდა ხა მაყურებელს უთხრა რომ თქვენ შეგიძლიათ ჩვენ ამ დიალოგში აქტიურად ჩაერთოთ და დაგვიკავშირეთ 2388 105-ზე, ხოლო Skype-ით ობიექტივი 2 და დასვათ კითხვები ბატონ მურატთან, გამოთქვა თქვენი პოზიციები. ერთი აი ხა ბოლოს წამოვიდა რაღაც ეს პრობლემატური საკითხი, რაც შეიქმნა და ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოხდა და იქნება თქვენს გაგვარკვიოთ ამ საკითხში. აი ყბადაღებული აი ეს რაღაც დევნილების შემწეობები, რომ თითქოს დევნილების შემწეობები უქმდება, რომ დევნილები ვეღარ მიიღებენ ამ 45-ლარიან შემწეობებს. აი ეს ინფორმაციები გავრცელდა ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც არასამთავრობოებითი შეხვედრაც იყო. იქნება გამგვიმარტოთ რას ეხება, რა ხდება, სანამ თქვენ გვეტყოდით ერთი მაყურებლის ზარი არის და ერთი კითხვაც მაყურებლისგანაც იქნება. გისმენთ ჩემ უშუალოდ ეთერში ზარი. მოგესალმებით. აი ხლა თქვენი სტუმარი რაზეც საუბრობს, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ჩემის აზრით დისკრიმინაციულია მათ მიმართ, ვინც უფრო ნაკლებ პირობებში იმყოფებით. აი თუნდაც ისუნ თბილისი, თან უფრო უკეთესი მოწყობით და ასე შემდეგ და აი ხლა რაზეც უნდა ისაუბროთ. წინასწარ ვიტყვი, არ ვიცი ხო ზუსტად რაზე ისაუბრებ. და მე უბრალოდ წინასწარ მინდა ვთქვა, რომ ჩემის აზრით სანამ არ მოხდება დაბრუნება სტატუსი და აი ეს კაპიკები ზუსტადაც უნდა იყოს შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, ხალბატონო, ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში საუბრობთ უბრალოდ აქ დახმარებებს, თორე დაბრუნება რომ უნდა მოხდეს და ეს რომ ჩვენი მიზანი არის, რა თქმა უნდა ამას ლაპარაკი და ბოლოს ფათაშორის ხელისუფლებას ვინა მივმართო, რომ საკმაოდ ცუდი პროცესები მიდის სამხრეთ ოსეთში, პლებისციტია დანიშნული 9 აპრილს, რომ უნდა გადაერქვა სახელი და ალანია უნდა დაერქვას და ეს
ძალიან ცუდი პროცესებია და ხელისუფლება ამ კუთხით უნდა გააქტიუროს მუშაობა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში დღეს ვსაუბრობთ აი ამ შემწეობებზე და ამ შემწეობებზე მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ და ეხლა ძალიან ბევრ მაყურებელს ვერ შემოვშვეთ, რომ ბევრი საკითხებია, რომელიც გვინდა რომ თქვენც მოგაწოდოთ. ერთი მაყურებელიც კიდევ და მე ბატონ მურატს შემდგომ გადავცემ სიტყვას. გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. მე მინდოდა ასეთი შეკითხვა. მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან მერაბშობიტიზე და რო გამოვედი, ვიყავი 22 წლის ბიჭი, დავამა. ეხლა დევნილი, მე დევნილის ბინაში ახალგორელების დასახლება რო არის, აქ შემოსასვლელში მცხეთაში, ცხოვრობ ქირით, ვიძახი, ვერ შევდივარ, ვერც მაკასთან, ვერცად, ვერ მივახცე ჩემ სიმართლე, შვილიშვილებთან ერთად დევნილი, ნაომარი კაცი, რატო უნდა ცხოვრობდე? ქირით დევნილის ბინაში გამწეს მაგამ პასუხი. გასაგებია ბატონო ჩემო, მე გეტყვით ერთ რამეს რომ ყველას სამწუხაროდ ბატონმა მურადმა თქვა რომ 35,000 ადამიანები დასაკმაყოფილებელი. ეხლა აქაც შემოვა ზარები, რომლებიც იგივე პათოსით იქნება. გასაგებია რომ დევნილები ჯერ კიდევ არ არიან დაუკმაყოფილებელი, მაგრამ ის ტემპები, რომელიც აღებული აქვს სამინისტროს, იძლევა იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ეს საბოლოოდ დასრულდება, იმიტომ რომ ეხლა ერთბაშად 35,000 რომ შეიქმნას, ეს ცოტა რთული იქნება. თან ისიც რომ ქვეყანაშიც რა მდგომარეობა, მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ რა თქმა უნდა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ტემპები უნდა გაიზარდოს, მაგრამ ერთბაშად ამ პრობლემის აღმოფხვრას ნამდვილად ცოტა რთული იქნება. ბატონო მურატ, აი რო დაუბრუნდეთ ჩვენ აი ამ შემწეობებზე და მაყურებელსაც საინტერესო რა ხდება, ანუ რა აჟიოტაჟია ტყდა, რეალურად რასთან გვაქვს საქმე და აი რო განგვიმარტოთ რა შეა საქმე. კი ბატონო, შემწეობებთან დაკავშირებით ჯერ ერთი თვითონ ფორმულირება, რომელიც ხშირად თითქოს უქმდება დევნილთა შემწეობა, ამაზე არ არის საუბარი და გაუქმებაზე საერთოდ არ იყო საუბარი, საუბარია იმაზე, რომ მოხდეს რეფორმირება იმ მიდგომის, რომლითაც დევნილებს ეძლევათ შემწეობა. დღეისათვის იცით, რომ ყველა დევნილი იღებს დევნის შემწეობას 45 ლარს, გარდა იმისა, ვისაც აქვს 1250 ლარზე მეტი შემოსავალი. მაგრამ დასაშვებია და არის ამის მაგალითები ჩვენ ვიცით, როცა არის ოჯახის ერთი წევრი, რომელსაც აქვს წელიწადში 40,000-ზე მეტი შემოსავალი, რამოდენიმე 10,000 ლარი აქვს შემოსავალი, ხანდახან 100,000-ზე მეტი და მის გარდა ყველა ოჯახის წევრი იღებს ამ 45 ლარიან დახმარებას. ჩვენ ვფიქრობთ და ბუნებრივია ალბათ გვეთანხმება ამაში საზოგადოებას და სხვა არასამთავრობო სექტორიც, რომ ესეთმა ოჯახებმა არ უნდა მიიღონ დევნილის შემწეობა ამ შემთხვევაში, როცა რამოდენიმე 10,000 ლარი აქვს. ანუ რამდენი უნდა იყოს აი შემოსავალი? შემოსავალზე ესე კონკრეტულად ზღვარს ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვადგენთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომ ეს რო საუბარია, რომ ესეთი რაღაცა უნდა იყოს, ან შემუშავდეს რაღაც კანონპროექტი. კი ბატონო, მიმდინარეობდა ჩვენ დავიწყეთ გარკვეული ესე ვთქვათ შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან, ექსპერტებთან, ამასთან დაკავშირებით, რამოდენიმე თვეა მათთან ერთად მიმდინარეობს მსჯელობა, დისკუსია, უამრავი სხვადასხვა ვარიანტი იქნა სხვადასხვა ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მიერაც შემოთავაზებული, იყო შემოსავლის მიხედვით დაგვეთვალა ეს ყველაფერი, ოჯახები, რომლებსაც საკუთრებაში ჰქონდათ მიღებული და ასე შემდგომ. ბევრი იდეა გაჟღერდა, მათ შორის აქ მოქალაქემ რომელმაც დარეკა, იმანაც აღნიშნა თითქოს სტატუსი უნდა შეუნარჩუნდეს. ბუნებრივია, ეს შემწეობის საკითხი არ არის დევნილების სტატუსთან არანაირად დაკავშირებული. ყველა დევნილს ესის გაჟღერს თითქოს სტატუსს უხსნიდით მეორე თაობის არასწორი ინფორმაცია აბსოლუტურად ეს არ ეხება სტატუსს, გამორიცხულია ცალსახად და არ შემწეობების გაუქმება არ მოხდა. ამ შემთხვევაში არც მეორე თაობის, ეგრეთ წოდებული მეორე თაობის დევნილები ესეთი ტერმინი შემოიღეს, არც მათ სტატუსში მეორე თაობის რაც ეხება. აქეთ დევნილობის შემდგომ ვინც დაიბადა ბავშვები, რომლებსაც დევნილის სტატუსი აქვთ, ვინც დაიბადა 20-13 ანუ ხო ესე ვინც გადმოვიდა ასაგები. ხო, ამ ადამიანებზე იყო საუბარი, თითქოს მათ უწყვიტავთ ჩვენ შემწეობას ან სტატუსს, ეს არის აბსურდი, გამორიცხულია. ანუ აქ უბრალოდ საუბარი არის თქვენი საუბრიდან გამომდინარე, გავიგე რომ ის ადამიანები, რომელსაც დიდი შემოსავლები აქვს, აი იმათ რომ გაუქმდეს ეს დევნილები, რომლებიც არ საჭიროებენ მსგავს დახმარებას, მათ არ მიიღონ და ის დევნილები, ვისაც რეალურად აქვს საჭიროება რომ მიიღონ დევნის შემწეობა, მათ გაეზარდოთ ეს დახმარება. ფაქტობრივად გავორმაგებაზე ვფიქრობ, ანუ ის 45 ლარი შეიძლება გაიზარდოს უფრო. დიახ.
და ვფიქრობთ, რომ შეიძლება გაორმაგებულადაც მიიღოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ახლა მუშა პროცესია, ჯერჯერობით საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა ძალიან მალე ალბათ სამინისტრო უკვე პროექტს არადგენს მთავრობაში და მერე ბუნებრივია საქართველოს პარლამენტში და პარლამენტშიც ესეთი საკითხებს ალბათ დაშირდება გარკვეული დრო, ბუნებრივია იმისთვის, რომ პარლამენტშიც მიღებული იქნეს ეს ცვლილებები და ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუნდაც პარლამენტში ამ კანონის მიღებიდან ამოქმედება მისი იმავე დღეს იქნება ბუნებრივია მოსამზადებელი სამუშაოები ამას ყველაფერს ჭირდება. ერთადერთი ოჯახების სოციალური მდგომარეობის შეფასების სისტემა, რომელიც რეალობაში საქართველოში არსებობს, ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მათი შეფასება და აღწერა. ბუნებრივია ამ რეფორმის პარალელში ესეც იქნება დაგეგმილი, ყველა დევნილი ოჯახი შესწავლა, ყველა დევნილი ოჯახი შეფასდეს მათი მდგომარეობა და ამის მიხედვით. აი ხა მაგალითად ოჯახში ერთი ადამიანს თუ აქვს 1200 ლარი დანარჩენები უმუშევრებია, მათაც შეიძლება რომ მოეხსნას ეს 45 ლარი. არა, ესე ადგას დღევანდელი რეგულაციით არის რომ მხოლოდ მას ეხსნება და ოჯახის წევრებს რჩება ეს შემოსავალი, ამიტომ ჩვენ ერთიანი კომპლექსური მიდგომა მარტო შემოსავალზე არ უნდა იყოს ეს დამოკიდებული, მის ესე ვთქვათ, საყოფაცხოვრო პირობებზე, როგორ პირობებში ცხოვრობს რანაირად და ამის შეფასების საშუალება აქვს მხოლოდ სოციალური. აი რა თანხების მობილიზებას ვფიქრობთ თქვენ აი ესე მაინც რეალურად აი ამ რეფორმის შედეგად თუ განხორციელდება რომ ის თანხები რამ თანხებიც იქნება მობილიზებული და შემდგომ მიემართება ისევ ამდენი რეფორმის მიზანი როგორც ასეთი არ არის თანხების მობილიზება, თუმცა ეს მისი თამდევი ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ მთავარი მიზანი არის რომ იმ დევნილებს, ვისაც დახმარების საჭიროება აქვს და უფრო მეტი დახმარების საჭიროება აქვს, მათ გაზრდილი დახმარება მიიღონ. ეს არის ძირითადი მიზანი საჭიროებაზე მორგებული დახმარებაზე რა თანხებზე შეიძლება იყოს საუბარი. დღეისათვის ჩვენ დევნილის შემწეობაზე უშუალო დევნილის შემწეობა 120 მილიონ ლარამდე არის ყოველწლიურად, რომელიც გაიცემა და დევნილები, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, ეს არის 18 მილიონი ლარი, ანუ 138 მილიონი ლარი იხარჯება დევნილებისათვის აი ამ სოციალური დახმარების შემწეობებზე იხარჯება 138. აი რამდენი აი მიახლოებით მაინც აი რამდენი შეიძლება გამოთავისუფლდეს ის თანხა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა მაყურებლიცაც საუბრობ, გამოთავისუფლდეს, ეხლა ეს ბიუჯეტში არ წავა უკან. ანუ ეს ისევ დევნილებს მოხმარდება. ეს თანხები ყველა, რომელიც გამოთავისუფლდება. რა თანხებზე არის საუბარი? საბოლოო მოდელზე რო შევთანხმდებით, მაშინ იქნება ალბათ შესაძლებელი, თუმცა შეიძლება იყოს დაახლოებით 50-60 მილიონზე საუბარი, მაგრამ ეხლა 50-60 რომელიც შენებობაში წავა აი რა 50-60 მილიონით ის 35000 რომელიც დასაკმაყოფილებელი არის ბინებით მე მგონი მალე მოხდება მაგ დაკმაყოფილება თუ ეს ამოვარდება ეს თანხა რა თქმა უნდა კი პროცესს ბუნებრივია დააჩქარებს გააორმაგებს შეიძლება ითქვას თუმცა ეს საშუალებას მოგცემს რომ კიდევ დამატებით გარკვეული თანხები იქნეს მობილიზებული ბიუჯეტში მაგრამ ნახავთ საბოლოო მოდელზე რომელზეც იქნება შეთანხმება მაგრამ მიდგომა იქნება ის რომ დევნილები ვისაც აქვთ საჭიროება და გარკვეული ზღვარი სოციალური შეფასების რომელიც არის დღეს ეს ზღვარი დევნილებისთვის იქნება უფრო მაღალი ასე ვფიქრობ და პროექტის პარალელში ესე მოიაზრება დაახლოებით რომ 100000 ქულაზე დაბლა ვისაც იქნება ყველა ამ დევნილის ესე ვთქვათ შეუნარჩუნდება ეს შემწეობა და გაუორმაგდება კიდევ გარკვეულ კატეგორიებს იმიტომ რომ იცით რომ დიფერენციაცია არის თვითონ სოციალური მომსახურების სააგენტოში ესე დაყოფილი რომ 30000-დან 30000 ქულამდე სხვა სახის დახმარება ეძლევა 57-მდე მერე 65-მდე არის და გარდა ამისა ასევე მუშაობთ იმ საკითხზე რომ დევნილებს ძალიან ხშირად ამბობენ რომ სოციალური მომსახურება დაგიბრუნდებით ერთი გაწყვეტინებთ მაყურებელი ყავს ეთერში ჩვენს მაყურებელი ყოველთვის პრიორიტეტია გისმენთ გაითიშა თქო დაგვიკავშირდეთ შემოგიყვანთ ეთერში დიახ საუბრობ დევნილები ძალიან ხშირად აღნიშნავენ იმას რომ როცა სოციალური მინიჭებული აქვს სოციალურად დაუცველი სტატუსი გადამოწმების შედეგად შეიძლება მოუხსნან 2 თვეში 3 თვეში ასე შემდგომ ჩვენ მუშაობთ იმ მოდელზე რომ დევნილებს ვინცაც ეს ქულები ექნება მინიჭებული და მოხდებიან შემწეობის მიღების პროგრამაში დევნილის შემწეობა 45 ლარი მიუხედავად იმისა რომ სოციალური შეუჩერდებათ 1 თვით 2 თვით თუ ასე შემდგომ მათ ეს 45 ლარი მინიმუმ შეუნარჩუნდეთ იმ პერიოდში რომ ესეთი ცვალებადობა მათთვის ხშირი არ იყოს და ისე არ აღმოჩნდეთ ფაქტის წინაშე რომ ერთ თვეს აქვს სოციალური და მეორე თვეს აღარ აქვს და ვერ მიიღეს შემწეობა ბინებს ვინც იღებს დღეს რეალურად ისინიც იღებენ ხო ამ შემწეობებს დიახ ბუნებრივია
და ნუ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტი არის, რომ ის დევნილები, რომლებსაც უკვე გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებული არიან, თუ არიან სოციალურად დაუცველები, მიიღებენ ჩვეულებრივ სოციალურ დახმარებას, რაც არის და თუ არ არიან სოციალურად დაუცველები და მათ ამის საჭიროება არ აქვთ, ესეთი ადამიანებს შეუწყდეს დევნის შემწეობა, ესეც ერთ-ერთი კომპონენტია. ასე რომ მიდის ამაზე მუშაობა. აფხაზეთის მთავრობამაც რაღაცა თითქოს პოზიცია დააფიქსირა რაღაცა აი ამ შემწეობებთან დაკავშირებით, ანუ მათ რა არ იცოდნენ ეს რაც უნდა ეს რეფორმის შესახებ თუ რატო გამოთქვეს რაღაცა ბუნებრივია იცოდნენ, იმიტომ რომ სამუშაო ჯგუფი რომელიც შექმნილი იყო მანდარის აფხაზეთის ხო, ნუ ვერ გეტყვით ეს მათ უნდა გითხოთ ალბათ, მაგრამ სამუშაო ჯგუფში ბუნებრივია იყო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი და ყველა ჩვენ სამუშაო ჯგუფში არიან ისინი ჩართული ნებისმიერი მიმართულებით, სამეთვალყურო საბჭოს წევრებიც არიან. შესაბამისად ისინი ინფორმირებული, მათი წარმომადგენელი ყოველ შემთხვევაში ინფორმირებული იყო ამ საკითხზე და ყველა ის პროექტი და ვარიანტი, რაც კი ამ ჯგუფის შეხვედრებზე გამოითქვებოდა, ეგზავნებოდა ყველა ჯგუფის წევრს. ოფიციალურადაც შესაბამისად ეს ყველასთვის ცნობილი იყო. არასამთავრობო სექტორი ძალიან აქტიურად არის ჩართული, ბუნებრივია ყველა ისინი ეთანხმებიან, რომ ეს რეფორმა აუცილებელია. ყველა არასამთავრობო სექტორი, ვინც დევნილთა საკითხებზე მუშაობს, მათი მხრიდან არ ყოფილა, რომ ეს რეფორმა ის ესე ვთქვათ, საწინააღმდეგო მათი მოსაზრება არ ყოფილა, თუმცა ეხლა საუბარია იმაზე ტემპები როგორ, რანაირად, მეთოდიკა როგორ შეიძლება ეს გავაკეთოს. ეს რეფორმა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ ახლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს ხანებში ალბათ მთავრობაზე პროექტს სამინისტრო წარადგენს და მე უკვე როგორც გითხარით, ამას დასჭირდება უკვე პარლამენტშიც ალბათ რამოდენიმე თვე დასჭირდება ბუნებრივია ამ კანონის მიღებას და იქვე იქნება გაწერილი მისი ამოქმედების ვადები, როდის, რანაირად. ეს ალბათ ეტაპობრივად განხორციელდება და ნახავთ როგორ რანაირად რომ უმტკივნეულად იყოს ეს პროცესი. სოციალური მომსახურების სააგენტოსაც გარკვეული დრო დასჭირდება იმისთვის, რომ შეაფასოს ყველა დევნილი ოჯახი, დევნილებსაც გარკვეული დრო დასჭირდებათ, რომ მიმართონ მათ და ასე შემდგომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, ეს რომ უეცრად რაღაცა ესე არ მოხდეს. სხვათა შორის აი ხა ანალოგიური თემა და ანალოგიური რეფორმა მზადდება იგივე საყოველთაო დაზღვევის მიმართულებით, იქაც ანუ როგორც ანუ დევნილებს ეხება, იქაც ყველა ვეღარ ისარგებლებს იმ საყოველთაო აი ამ ჯანდაცვით, რომ ვისაც აქვს საკმაოდ დიდი შემოსავლები, ეხლა მართლაც ეხლა ადამიანს, რომელსაც ეხლა საკმაოდ კარგი ის აქვს, მრავალათასიანი შემოსავალი, ბიზნესები აქვს და ეს ყველაფერი აქცია, რატო უნდა ისარგებლოს იმ ადამიანმა შემწეობები თუ დაზღვევები და თუ თქვათ კერძო დაზღვევა გააჩნია, მართლაც ეს გარკვეული რეფორმა, როგორც იგივე აი მიმართულებით, აქაც საინტერესო და მე მგონი კარგი იქნება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეხა ბინებს ელოდებიან, ის 35,000 ადამიანი, ხო? თუ მათ დაუჩქარდებათ ეს ბინების მიღება, იგივე გაორმაგება მოხდება იმ შემწეობების, იმიტომ რომ რაღაცა ბოლო პერიოდში ფასების და არის ინფლაცია, რაღაცა, მაგრამ ეხა ბოლო ამ რაღაც უკანასკნელიმებით უფრო დასტაბილურდა ეს რაღაც მდგომარეობა. ეს კარგი იქნება და მე ვფიქრობ, მეც მივესალმები ამას, იმიტომ რომ თავარი არის, რომ ის რაც გაჟღერდა ეს არასწორი მესიჯი, რომ თითქოს შემწეობები იხსნება, ამან ნებათაღელვა გამოიწვია, ჩემამდეც მოვიდა სხვათა შორის, რომ აი შემწეობებს სნიან, რომ აი მართლაც შოკი იყო, იმიტომ რომ ეხლა ბევრი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ის თანხაც არის მისთვის რაღაცა საჭიროებო და საინტერესო იმ კუთხით, რომ რაღაცა თავი გადაერჩინონ ადამიანებმა. გასაგებია, რომ არ არის ხა ეს დიდი თანხა, მაგრამ იქ პენსია, იქ შემწეობა, იქ რაღაც სხვა დახმარებებზეა საუბარი, იმ ჯანდაცვის მიმართულებით ეს რაღაცა ერთიან კომპლექტს ქმნის. ერთი მაყურებელი ყავს კიდევ, გისმენთ? გენაცვალე. რა მაინტერესებს? მაქვს ვარ მრავალშვილიანი დედა, ყავს 3 შვილი დაღუპული. ვერ გადავარჩინე. იმდენი იძულებული გავხდი, დამტვრეული მყავდა ბავშვი, საერთოდ მარტო ერთადერთი რომ თავი ქონდა მთელი დანარჩენი კლავიდან პატიეცა ფეხებამდე მუხლავდა, თუ დამტვრეული იყო. ვატარე ეს ბავშვი საცოდავი და ვერ გადავარჩინე, ბირა გავყიდე მისი გულისთვისო, ჩემი შვილი გადამერჩინა. წამებით, წვალებით, წელიწად და 11 თვე ბავშვმა იწვალა. ტკივილები, აბა როგორ, აბა ისე და ბოლო წელიწად და 11 თვე იწვალა ბავშვმა და დამეღუპა. მას მერე წერილებს, რომ იქნება რაღაცა და ბინა მქონდეს მეთქი და
არანაირად არც ყურადღება, არც არაფერი, მე თვითონ ავადმყოფი, 4 მიკრო ინფარქტი გვაქვს გადაწყალილი. ამჟამად უკაცრავად მისმე თქვენ, დევნილი ბრძანდები თქვენ? არა, თბილისში დავიბადე, გავიზარდე. გასაგები. დიდი მადლობა და სხვათა შორის არის მადლობთ, არის მსჯელობა და სხვათა შორის არის საუბარი, რომ იმ უსახკაროებსაც, რომლებიც ამ შემთხვევაში ეს დევნილებს უკვე აღარ ეხება ეს თემა, რომლებსაც არ აქვს საცხოვრისი, ეხლა სახელმწიფომ შექმნა მაგალითად საცხოვრებელი, რაღაც საცხოვრებელი ტიპის საცხოვრისები, სადაც არიან ესეთი ძიმე მდგომარეობაში ყოფნი ადამიანები, სადაც კვებითაც არიან ისინი დაკმაყოფილებული და აი ამ საცხოვრისით, მაგრამ ეხლა ეს როდესაც ეხება უფრო ფართო მასებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დევნილებიც არ არიან უბინაო დარჩენები, არიან ხალხი, რომლებიც იპოთეკით და სხვა მიმართულებითაც არიან დაზარალებული. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ამ მიმართულებითაც ფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ გადადგამს ნაბიჯებს. და ქალბატონო მე მოგიწოდებთ რომ თქვენ აი შესაბამის სტრუქტურებს იგივე სახელმწიფოს მიმართოთ ამ შემთხვევაში ეს უკვე დევნილთა თემას არ ეხება. აი რაც შეეხება აი სხვა საკითხებს აი ბატონო მურად რა იგეგმება კიდევ თქვენი სამინისტროს მხრიდან გარდა აი ამ ბინების დაკმაყოფილებისა რამე ისეთ სიახლეებს სიახლეები გვაქვს ბინების განაწილების კრიტერიუმებში გარკვეული ცვლილებები იცით თქვენ რომ 2013 წლამდე საერთოდ ბინების განაწილების ესეთი პროცედურა არ არსებობდა და არც კრიტერიუმები თუ ვინ იღებდა იყო ქაოტურად და უშუალოდ მინისტრის გადაწყვეტილებით, მაგრამ 2013 წლის აგვისტოდან ჩვენ გვაქვს ნორმატიული აქტი, რომლითაც გაწერილია ყველა პროცედურა, დეტალი თუ ვინ როგორ შეიძლება ბინა მიიღოს და როგორ შეიძლება ოჯახი შეფასდეს. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე თებერვლის ბოლოსთვის იქნება ცვლილებები და ვგეგმობთ, რომ მრავალშვილიან ოჯახებს ბუნებრივია ისედაც ვანიჭებდით პრიორიტეტს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ქულები მიენიჭოს ესეთ ოჯახებს. ჩვენ 3 შვილი ვისაც ყავდა უკვე არასრულწლოვანი ერთ ქულას ვანიჭებდით, ეს უკვე და მე ყველა მომდევნო შვილზე იყო 9 ქულა, 0.5 ქულა. ეს მიდგომა შეიცვლება და უკვე 2 შვილიან ოჯახს მიენიჭება 1 ქულა, მე-3 შვილზეც 1 ქულა დაემატება, მე-4 შვილზეც 1 ქულა, ფაქტიურად 4 შვილიან ოჯახს უკვე 3 ქულა ექნება და მე ყველა დამატებით ესე ვთქვათ არასრულწლოვანზე დაემატება 0.5 ქულა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მრავალშვილიან ოჯახებს მნიშვნელოვნად წინ წაწევს ბინის მიღების პროცესში. ასევე გარკვეულწილად ვზრდით ესე ვთქვათ ომის ვეტერნებს 2015 წელს 14-15-ში ცვლილებები შევიტანეთ და ქულები ისედაც გაუზარდეთ, 1.5-მდე გაიზარდა და ომში დაღუპული ოჯახის წევრებზე ქულა გაიზარდა 3-მდე. ეხლა დამატებით ერთი ახალი კრიტერიუმი შემოვიტანეთ, ეს არის ომის ვეტერნის ოჯახები, რომლებიც დაიღუპნენ ომის ვეტერნები ომის შემდგომ და მათ ქულა აღარ ეწერებოდათ, მარჩენალ დაკარგულები ვინც იყვნენ, მათაც ქულა 9 დაეწერებათ, როგორც ომის ვეტერნებს ამ შემთხვევაში მათ ოჯახებსაც და ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გაიზრდება 9 ქულით, 0.5 ქულით ჯილდოები მიღებული, რომელიც ომის დროს მიღებულ ჯილდოებზე ჩვენ გარკვეულ ქულებს ვანიჭებდით და ეს ქულებიც გაიზრდება, რომ ისეთი ოჯახები, ვისაც ნამდვილად ქვეყნის წინაშე დამსახურებები აქვს, ესეთ ოჯახებს გარკვეული პრიორიტეტი მივანიჭოთ ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის სახლების შესყიდვის პროგრამა, რომელიც ძალიან პოპულარულია დევნილებში და მოდი შეგდაგიბრუნდებით რომ ურად ერთი მაყურებელი ყავს კიდევ გისმენთ? გისმენთ? ანუ დევნის შესყიდვასთან დაკავშირებით. დიახ, სახლების შესყიდვის პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს, ვინც ამ პროგრამაში გააკეთებს განაცხადს, ამ პროგრამაზე გააკეთებს განაცხადს, 2.5 ქულა დაეწერებათ ავტომატურად, რაც იმას ნიშნავს, თუ ის ცხოვრობს ან ათესავთან ან ქირით, უკვე ეს ქულა დაემატება და საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სახლების შესყიდვის პროგრამის ფარგლებში დავაფინანსოთ და ძალიან ბევრი განაცხადი გქონდა, 2500-მდე განაცხადი იყო თბილისში, რომელიც ჯერჯერობით ამ ქულას ქულები ბატონო მურად, აი მაგალითად არის ხა რომ აი აფხაზეთიდან დევნილები, ხა ჩვენ ხო მეორე ნაკადი გქონდა კიდე დევნილების სამაჩავლო. ეხა ადამიანი მაგალითად აი აფხაზეთიდან დევნილია, ამდენი ხანი გავიდა უკვე, ხო? და ჯერ კიდევ არ მიუღია აი ბინა და იმ ქულებით თქვა ვერ ხვდება მაშინ რომ მიიღოს ბინები, ეს ქულებს ვერ აგრო. აი აქ თუ იქნება რაღაცა რამე ისეთი გარდამტეხი, იმიტომ რომ შეიძლება ქულა არ გროვდება, მაგრამ პიროვნება რომელსაც თქვა ამდენი ხანია ელოდება და 20 წელი გავიდა, ხო, მეტი კიდე.
აი აქ რა შეიძლება რომ შეიცვალოს? ჩვენ ამ შემთხვევაში დევნილის კატეგორია არ ყავს დაყოფილი 93 წლის ან 2008 წლის დევნილები და ასე შემდგომ, იმიტომ რომ მიდგომა არის ყველა დევნილია და ყველასთვის ერთიანი. თუმცა 2008 წლის დევნილების უმეტესობა 90%-ზე მეტი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებულია და შესაბამისად ის კატეგორია, რომელიც დღეს ბინის მოლოდინშია, არის ცხინვალიდან დევნილებით, რომელიც 92 წლიდან არიან დევნილები და ბუნებრივი აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც არიან 93 წლის შემდგომ და ზოგიერთი 93 აი ძირითადად აი მე ამაინტერესებს რომ ბინებზე ვსაუბრობ, რა კვადრატულობის ბინებზით გადანაწილდება? სულადობის მიხედვით არის, ერთოთახიანი ბინა არის ერთ და ორსულიან ოჯახზე, რომელიც არის 40 კვადრატი, 20 კვადრატი, ეს აბსოლუტურად სტანდარტებში არის, ოროთახიანი ბინა. ორსულიან ოჯახი. დიახ. მრავალი 3 და 4 სულზე არის ოროთახიანი ბინა, რომელიც არის 60 კვადრატის ფარგლებში და 5 და 6 სულიან ოჯახზე არის უკვე 60-ოთახიანი ბინა, რომელიც 75 კვადრატის ფარგლებში არის, თუმცა შეიძლება ცოტა მეტიც იყოს, ახლა ჩვენ ხუალინგში ქონდა ესეთი ბინები, რომელიც ხუალინგი კიდე აშენებს აი კამინებს დევნილების. ამ წუთას ჩვენ ხუალინგთან მოქმედი კონტრაქტი დასრულებული გვაქვს ბოლო 200 ბინა, რომელშიც ახლა უახლოეს ხანებში გავანაწილეთ უკვე და შევასახლებთ ალბათ უახლოეს კვირაში გასაღებებს გადავცემთ, უკვე კენჭის ყრა გქონდა და გასაღებებსაც გადავცემთ და ეს იქნება ხუალინგში, ჯერჯერობით სხვა კონტრაქტი მათთან არ გვაქვს, თუმცა იქ მიმდინარეობს მშენებლობები და ნახოთ სამინისტრო. სხვა ფირმა აშენებს თბილისის. არა, თვითონ ხუალინგი აგრძელებს იქ მშენებლობას სხვა კორპუსით. ჩვენ დევნილებთან მიმართებაში 630 ბინაზე გქონდა კონტრაქტი, 630-ვე ბინა დასრულებულია, 430 ოჯახი უკვე იქ ცხოვრობს და 200 ოჯახს უახლოეს დღეებში ფაქტიურად ორ კვირაში გადავცემთ გასაღებებს კიდევ. აჭარაში თუ მიდის დევნილების? აჭარაში დევნილების განსახლების პროცესი, ესე ვთქვათ, ძირითადში დასრულებულია. დაუკმაყოფილებელი დევნილები ძალიან ცოტაა, სულ 150-მდე ოჯახია დარჩენილი. ჩვენ მქონდა კონკურსი გამოცხადებული მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, გვინდოდა იქ შეძენა, ესე ვთქვათ, ბინების, თუმცა სამწუხაროდ ვერ იქნა კარგი პროექტები წარმოდგენილი. თუმცა იქ მოქმედებს სახლების შესყიდვის პროგრამა, რომლითაც სარგებლობენ და საკმაოდ აქტიურად აჭარის რეგიონში მცხოვრები დევნილები. მაყურებელი ყავს, გისმენთ? გამარჯობა, სპონსორმშიზებისა. მე ასეთ შეკითხვა მაქვს. ვარ ომის ვეტერანი, ინვალიდი და ვცხოვრობთ 4 ადამიანი. ბინის უკობებს 12 კვადრატია, მაგრამ სულანოს 8 კვადრატად. იმიტომ აქ ვანა ტუალეტი და შუშაბანდის ისის პარტში შეყავთ. არ ვიცი, ერთსა და ორი წესია. და როგორ უნდა ვიცხოვრო? ახლა მე ფიზიკურად არ ვცხოვრობ იმ შვილებთან. ის სილამდე საცხოვრებელი არის 12 კვადრატული. და როგორ უნდა ვიცხოვრო? ახალგაზრდა თორკვარი არის. მე ხوار და უხდი მაგას. ბოდიში ამ გავ უთაკა ხوار ვიქნები მაგას. მე ვარ ახლა ხანსაც ვჩები, ხანსაც ვჩები. და სანამდე უნდა ვიყოთ. აი დიდი მადლობა ეს თემა, ანუ თქვენ ვეტერანი ბრძანდებით და აი ეს თემა, რომელიც ახლა წამოჭრა. დამატებით ქულები ენიჭებათ ვეტერნებს, როგორც თქვით, მარტო ვეტერნობაში ქულა ნახევარი, გარდა ამისა, თუ ჯილდოები აქვს მიღებული, დამატებით კიდევ ქულები ეწერებათ და ისიც თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ, აი ესეც კრიტერიუმებში გათვალისწინებულია და ამაშიც ენიჭებათ დამატებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, თუმცა უნდა ჰქონდეთ განაცხადი შევსებული აუცილებლად, სხვაგვარად მათ შეფასებას თუ თვითონ არ მოგმართეს და განაცხადი არ შეავსეს, ისე მათ შეფასებას ჩვენ ვერ შევძლებთ, ბუნებრივია და ამიტომ აუცილებელია მოვიდნენ და შეავსონ განაცხადი ოჯახმა ამ შემთხვევაში იმ შემადგენლობით, როგორც ისინი ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში ალბათ ბატონს ჯერჯერობით შეიძლება მომართული არ აქვს. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს და ერთ-ერთი ბოლო მაყურებელი გისმენთ? მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მივესალმებით თქვენ სტუმრებს. სტუმარს შეკითხვა მაქვს ასეთი, ლანჩხუთში ჩემს ბინაში მყავს ლტოლვილი აფხაზეთიდან 19 აგვისტოს მერე დაწერილი მაქვს თანადაფინანსებაზე და მეუბნებიან მოვლენ 20 დღეში მოვლენ 40 დღეში მოვლენ ერთ თვეში ახლა და ჯერჯერობით ვართ უყურადღებოთ და ლანჩხუთიდან ქუთაისში სიარული არც თუ ისე იოლია მოგეხსენებათ ახლანდელ პირობებში.
დიდი მადლობა. ანუ რაც ეხება ეს არის ხო სახლების შესყიდვის პროგრამაზე ძალიან როგორც გითხარით ძალიან გაიზარდა ამ პროგრამის პოპულარობა დევნილებში ერთიანად ეხლა 8500-მდე განაცხადი გვაქვს მიღებული რომელსაც სახლების შესყიდვის პროგრამაზე ანუ მოდის დევნილი და სახლი უნდა სახლის შესყიდვაზე ანუ ეს პროგრამა ითვალისწინებს რომ ჩვენ 17-დან 31000 ლარამდე ვაფინანსებთ სულადობის მიხედვით დანარჩენი თვითონ შეუძლიათ დაამატონ და თვითონვე არჩევენ იმ სახლს რომლის ყიდვაც უნდათ და როგორც აღნიშნე სამოქმედო გეგმაშიც გავზარდეთ შესაბამისად ფაქტურად გავავორმაგეთ ეს ციფრები ის რაოდენობა და ბიუჯეტი ამისი რაც იყო წინა წლებში იმასთან შედარებით ასე რომ ქალბატონთან უახლოეს ხანებშიც მოვლენ დაიწყო უკვე მუშაობა ჩვენი ჯგუფები სამეგრელოს რეგიონში ქვემო ქართლის რეგიონში თუ გაქვთ თქვენ აი რაღაც ეს პროექტები დევნილები ქვემო ქართლის რეგიონში წინა წელს უკვე დავასრულეთ ერთი კორპუსის მშენებლობა მარნეულის რაიონში მე მარნეულში თვითონ სადაც 50 ბინიანი კორპუსი ახალაშენებული კორპუსი ავაშენეთ 29 ოჯახი უკვე შევასახლეთ ეხლა განაცხადების მიღება ქონდა გამოცხადებული რომელიც 20 იანვარს დასრულდა და მივიღეთ ხელახლა განაცხადები 21 ბინის განაწილებას გეგმავთ და ალბათ უკვე მარტის თვეში კიდევ შევასახლებთ ალბათ დამატებით ოჯახებს ვინც ეხლა განაცხადი შეავსეს მე აი ხელისუფლებას უშუალოდ თქვენ მინისტრსაც აი დიდი თხოვნით მიმართავ რომ აი განსაკუთრებით აი ამ საკითხს მიექცეს ყურადღება რომ ქვემო ქართლის რეგიონში თუ კი აი ესეთი მსგავსი პროექტები განხორციელდება ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და დევნილების იქ განლაგება და განთავსება ძალიან კარგი იქნება იმიტომ იქ არის ნაყოფიერი მიწები და ჩვენი ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ დევნილები სწორედ აი აქ იმ ტერიტორიაზე იქნენ განთავსებული და ეხა ფრჩხილებს არ გავხსნი რატომ და რისთვის და ბატონი სოზარი ძალიან დიდი პატრიოტი პიროვნებაა მე ვიცი მისი შემართება და აი ამ ჩვენ თხოვნას გაგებით მოეკიდება იმიტომ რომ იქ ეხა თან თუ გავითვალისწინებთ ეხა მიწის შესყიდვას ანუ იქ უფრო ნაკლები სახლების შესყიდვის პროგრამა ძალიან კარგად მუშაობს ბათუმსა და თბილისთან შედარებით თან უფრო ნაკლები და ქვემო ქართლში თუ მოხდება მსგავსი პროექტები ძალიან კარგი იქნება 300-ზე მეტი სახლი გვაქვს შესყიდული ქვემო ქართლში ამ სახლების შესყიდვის პროგრამის ეს რომელ რაიონში განსაკუთრებით არის დმანიში წალკაში თვითონ ბოლნიში ნუ მთლიანად ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შესყიდული მათ შორის მარნეულში და ასე შემდგომ გარდაბანში ესე ვთქვათ მათი მომართვების საფუძველზე თუ არ ვშტები 357-მდე სახლი შეუძინეთ ჩვენ ამ სახლების შესყიდვის პროგრამის პარკლებში დევნილებს და ძირითადად ეს იყო სოფლის ტიპის დასახლებაში შეიძინეს ეს სახლები ბუნებრივია თავის საკარმით დამონაკვეთები კერძო ბიზნესი თუ ერთვება აი ამ საკითხების დარეგულირებაში აი არის რაღაცა ამ კუთხით თქვენ თქვენ თანამშრომლობთ აი კერძო ბიზნესთან თანამშრომლობა გვაქვს გარკვეულწილად და რამოდენიმე პროექტი განვახორციელეთ მათთან ერთად 6 პროექტი ანუ ეს გულისხმობს რას თვითონ თუ რაღაც დებენ დიახ ანუ ჩვენ ესეთი შეთავაზება გქონდა მათთან არის ყოფილი კოლექტიური ცენტრები რომელიც გრძელვადიანი განსახლებისთვის გამოსადეგარია არის კერძო საკუთრება ან რომელიღაცა ინვესტორი ფიქრობს იმ ადგილას სხვა რაღაცის მშენებლობას. ამ შემთხვევაში ჩვენ რამოდენიმე როგორც გითხარით 6 კომპანიასთან შევთანხმდით და დევნილებისთვის ერთობლივად შევიძინეთ თანამონაწილეობით ბინები ახალაშენებულ კორპუსებში. იყო ეს მონაწილეობა სხვადასხვაგვარი, ხანდახან 80% იყო მათი მონაწილეობა და 20 ჩვენი, ან პირიქით 50-ზე მეტი სახელმწიფოს მონაწილეობა. დიდი მადლობა ბატონო მურად, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. შევახსენებ მაყურებელს რომ ეთერში იყო გადაცემა სამოქალაქო საზოგადოება რომელსაც უძღვებოდი მე ნიკოლოზ ჟავანაძე და დღეს ჩვენ სტუმრად ყავდა ტოლთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ბატონი მურად აბლოთია ძალიან პოზიტიური სიახლეები გითხარით და მეც პირადად ეხა ბევრ ხშირად არის რომ ამ ეთერიდან რაღაცა დადებიძე საუბრობ ზედაც უარყოფიძე გვიწევს საუბარი კარგია როდესაც ქვეყანაში რაღაცა კეთდება და ანუ იმ გაჭირვებული და იმ დაჩაგრული ადამიანები რომლებიც ამდენი ხანია დევნილობაში არიან რაღაცა კეთდება მათ მიმართ და ეს დევნილები როდესაც იღებენ ბინებს ეს არის სასიხარულო მე გისურვებ წარმატებებს და გისურვებ რომ ეს ტემპები რომელიც აღებული აქვს სამინისტრო კიდევ უფრო გაორმაგებული იყოს და კიდევ უფრო წარმატებული ყოფილიყოს და მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი რა თქმა უნდა ძირითადი ამოცანა ჩვენი ქვეყნის უნდა იყოს ის რომ ჩვენ დავბრუნდეთ წელგამართულების ოხუმსა და ცხინვალში ეს კარგია როდესაც კეთდება ეს
დახმარებები, მაგრამ აუცილებლად დიპლომატიამ თავის უნდა თქვას, ეს უკვე დევნილთა სამინისტროს არ ეხება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცუდი სიგნალები მოგვდის ცხინვალიდან, სოხუმიდან ბოლო პერიოდში და ხელისუფლებამ ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გააგრძელოს მუშაობა. კარგად მზამდებოდეთ, შევხვდებით მომავალ პარასკევს ეთერში. ნახვამდის